ზოგს გონია, რომ ისტორია კვლევისთვის მოსაწყენი სფეროა. თუმცა წარსულში გეგვისას შესაძლოა ბევრ საინტერესო და უცნაურ შემზარავ ან თუნდაც კურიოზულ ფაქტს წააწყდეთ. ცხადია, ისტორია ზუსტი მეცნიერება არ არის. ამიტომ ისტორიული ფაქტიც კი ხშირ შემთხვევაში ოქსიმორონად ჟღერს. თუმცა ეს სულაც არ გვიშლის ხელს. დედამიწაზე ერთხანს მომხდარ მოვლენებსა და მცხოვრებ ადამიანებზე ვიგულიოთ და შედეგად საინტერესო მოგონებებიც მივიღოთ. სწორედ ასეთ საინტერესო მიგინებებს წარმოვიდგენთ ამ ვიდეოში. ისტორიკოსების ცნობით ალექსანდრე დიდი ცოცხლად დამარხეს. ალექსანდრე დიდმა ისტორიული სახელი 25 წლის ასაკში ანტიკური სამყაროს უდიდესი იმპერიის შექმნით მოიხვეჭა. ისტორიკოსების ცნობით მხედართ მთავარი ძველი წელთაღრიცხვით 323 წელს შეეწირა იშვიათ დაავადებას, რომელმაც ის 6 დღის განმავლობაში პროგრესირებადი პარალიზებით მოიცვა. ავტოიმუნურმა დაავადებამ 32 წლის ალექსანდრეს კუნთები ისე გაუშიშა, რომ ექიმებმა ალბათ აღარც კი შეამოწმეს. სუნთქავდა თუ არა ის. კლეოპატრამ თავის ორ ძმაზე იქორწინა. ძველი ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ თავის ძმასა და თანამმართველზე პტოლმე მე-13-ზე იქორწინა. ძველი წელთაღრიცხვით დაახლოებით 51 წელს, როცა ის მხოლოდ 18 წლის იყო. პტოლმე კი 10-ის. 4 წლის შემდეგ, როცა ბრძოლიდან გაქცევის მსვლელობისას პტოლმე დაიხრჩო, კლეოპატრა მეორე უმცროს ძმაზე 12 წლის პტოლმე მე-14-ზე დაქორწინა. ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი. ძველი წელთაღრიცხვით 56 წელს ყველაზე ხანგრძლივი წელიწადი იყო, რომელიც 445 დღეს გაგრძელდა. წელიწადმა იულიუს კეისარის ბრძანებით დამატებით 2 თვე მოიცვა. რომის იმპერატორის ბრძანება მიზნად ახლად შემუშავებული იულიუსის კალენდრის წელიწადის სეზონად გასწორებას ისახავდა. რომის იმპერატორმა სენატორად ერთხელ საკუთარი ცხენი დანიშნა. გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსი, იგივე კალიგულა, სულ რაღაც 24 წლის იყო, როცა ახალი წელთაღრიცხვით 37 წელს რომის იმპერატორი გახდა. იგი ისტორიას იმპერიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ მმართველად შემორჩა. კალიგულას, რომლის სახელიც პატარა ჩექმეს ნიშნავს, კრეხელობას, ინცესტს, შეკვეთა მკვლელობას, ადამიანების წამებასა და დაყაჩაღებას მიაწერა. თუმცა ამ საშინელებებთან ერთად იმპერატორის მმართველობა ბევრად წარმოუდგენელი და სასაცილო ამბით გამოირჩევა. მაგალითად, ერთხელ მან თავისი საყვარელი ცხენი სენატორადაც კი აირჩია. ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების იმპერიაზე ძველი. 1096 წელს დაფუძნებული ოქსფორდის უნივერსიტეტი აცტეკების ცივილიზაციაზე 200 წლით, მაჩუ პიქჩუზე 300 წლით ადრე და აღდგომის კუნძულების თაობის ქანდაკებებზე 150 წლით უფრო ძველი. არსებობის განმავლობაში სასწავლებელში არაერთმა ცნობილმა ადამიანმა მიიღო განათლება, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს 22 პრემიერ-მინისტრმაც. რომის პაპმა მრევლებს ერთხელ შავი კატების დახოცვისკენ მოუწოდა. ნავარაუდებია, რომ კატები ევროპაში რომაელებმა შემოიყვანეს ეგვიპტიდან და მათ შემდეგ კონტინენტის ბინადებთან ერთად მშვიდად თანაცხოვრობენ. თუმცა ყველაფერი შეიცვალა 1230-იან წლებში, როცა რომის კათოლიკე ეკლესიის მაშტილმა პაპა გრეგორი მე-9-მ ახალი ბულას სახელად Vox in Rama, ხმა რამაში გამოსცა. ედიქტმა კატები ეშმაკის იარაღად გამოაცხადა და მრევლს მოუწოდა ევროპაში ცხოველები გაეშლიტათ. პაპის ბრძანებით დახოცვის ყველაზე მეტი შავი კატა შეეწირა, რადგან ისინი სატანოს სიმბოლოებად აღიქმებოდნენ. ყველა დროის ყველაზე მდიდარი ადამიანი მე-13 საუკუნეში ცხოვრობდა. მანსა მუსა 1280-1367 წლებში აფრიკის დასავლეთით მდებარე ოქროთი მდიდარი მალის იმპერიის მმართველი, რომელიც ისტორიკოსების შეფასებით დღევანდელი 400.000 მილიარდის ექვივალენტს ფლობდა. ქონების ნაწილს ქვემოქმედებასაც ახმარა. კაიროში სტუმრობისას ეგვიპტისათვის გაღებული ოქრო ქვეყნის ეკონომიკას დიდად წაადგა. თვალსაჩინოებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ მუსა დღეს მდგომარეობით უმდიდრეს ადამიანზე ამაზონის დამფუძნებელ ჯეფ ბეზოსზე ორჯერ მდიდარი იყო. მდიდარ ევროპელებში 500 წლის წინ კანიბალიზმი მიღებული იყო. ასეულობით წლის განმავლობაში მე-17 საუკუნემდე ევროპელი ელიტა, მათ შორის სამეფო ოჯახის წევრები და მეცნიერები, რელიგიურად მიირთმევდნენ ადამიანის სხეულის ნაწილებს. ამ შემზარავი პრაქტიკის მიღმა გავრცელებული ჭორი იმალებოდა, თვითონ ადამიანების გვამს დაავადებების განკურნება შეეძლო. ამის გამო საფლავის მთხრელები სასაფლაოზე ხშირად ეძებდნენ საკვირველს. მათ არც ეგვიპტის აკლდამებიდან მორიდებიათ გვამების წაღება. ბაირონს სტუდენტობისას შინაურ ცხოველად დათვი ჰყავდა. უცნაურ ინგლისელ პოეტს ლორდ ბაირონს 1800-იან წლებში კემბრიჯის სამების კოლეჯში სწავლისას დათვი ჰყავდა. წყაროების ცნობით რომანტიკოსმა პოეტმა დათვი ერთ-ერთ ფესტივალზე იყიდა, რადგან მაშინ კოლეჯის სტუდენტებს შინაურ ცხოველთა ძაღლის ყოლა ეკრძალებოდა. არაპოპულარულმა მწერალმა ტიტანიკის ჩაძირვა წინასწარმეტყველა. ტიტანიკის ჩაძირვა ამოება 1898 წელს გამოქვეყნებული მცირე ზომის თხზულება, რომელიც მორგან რობერტსონს ეკუთვნის. ნაწარმოებში ავტორმა აღწერა უბედური შემთხვევა, რომელიც 14 წლის შემდგომ მომხდარ მოვლენასთან საოცარი მსგავსებით გამოირჩევა. საქმე იმაშია, რომ მხატვრული ტექსტი ბრიტანული გემის ტიტანის შესახებ, რომელიც ჩრდილოატლანტიკურ ოკეანეში მცურავ აისბერგს დაეჯახება და მგზავრებიანად ჩაიძირება. მიუხედავად იმისა, რომ ბორცე სამაშველო ნავებია, ზუსტად ისე როგორც ტიტანიკის ჩაძვირვისას.
დოღი ერთხელ მკვდარმა მხედარმა მოიგო. ჟოკეიმ სახელად ფრენკ ჰეიზმა 1923 წელს ნიუ-იორკის ერთ-ერთ პარკში გამართული დოღი მოიგო. შეჯიბრის დაწყებიდან მალევე ჰეიზი გულის შეტევით დაიღუპა, თუმცა მისი სხეული უნაგირზე ფინიშის ხაზამდე მაინც დარჩა, რის გამოც მხედრის უკანასკნელი წარმატება ამ დოღის გამარჯვებით აღნიშნა. ერთი კაცი 2 ატომური ბომბის აფეთქებას გადაურჩა. ცუტომო იამაგუჩი ჰიროსიმაში იმყოფებოდა, როცა მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე ქალაქში ატომური ბომბი ჩამოუვარდა. უიღბლო კაცი მშობლიურ ნაგასაკაში მეორე ატომური ბომბის ჩამოგდებამდე რამდენიმე საათით ადრე დაბრუნდა. იამაგუჩი სასწაულებრივად გადაურჩა ორივე აფეთქებას და 93 წლამდე იცოცხლა. აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზეს. ნობელიან ფიზიკოს ალბერტ აინშტაინს, რომელიც სამეცნიერო და ფართო საზოგადოებაში ფართობიტობის თეორიით გახდა ცნობილი, ისრაელის პირველმა პრეზიდენტმა ხაიმ ვაიცმანმა 1952 წელს ცოცხლებს შორის უდიადესი ებრაელი უწოდა. რამოდენიმე თვის შემდეგ, როცა ვაიცმანი დაიღუპა, არავის და გასაკვირად საელჩომ აინშტაინს ისრაელის პრეზიდენტობა შესთავაზა. თუმცა ფიზიკის თავმდაბალმა გენიოსმა თავაზიანად უარი თუ პასუხა შეთავაზებას. განაცხადა, რომ თანამდებობისთვის არაკვალიფიცირებული, ძალიან მოხუცი 73 წლის და სხვა საპატიო უნარების არ მქონე იყო. ბაზ ოლდრინი პირველი ადამიანი იყო, ვინც მთვარეზე მოშალა. 1969 წლის ივლისში ნასის აპოლის 11 მისიის წყალობით ადამიანებმა მთვარეზე პირველად დადგეს ფეხი. ასტრონავტის კოსტიუმში საშარდი ავზის გადახვით შემდეგ ბაზ ოლდრინი პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ბუნებრივი მოთხოვნილება დაიკმაყოფილა. ეს ინფორმაცია მისიიდან 40 წლის თავზე თავად ოლდრინმა გაამხილა. ამისთვის კეჩუპი ერთხანს წამლად იყიდებოდა. 1830-იან წლებში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამისთვის კეჩუპი დიარეით დაწყებული, ინდიგესტიითა და სიყვითლით დამთავრებული ყველაფერს კურნავდა. ინფორმაციის წყარო ექიმ ჯონ კუკ ბენეტი იყო, რომელმაც მოგვიანებით თავად დაიწყო პალმიდრის ტაბლეტების გამოშვება. ამით ეს ვიდეო დასრულდა. გთხოვთ გამოიწეროთ არხი, დაალაიქოთ ვიდეო და დაელოდოთ შემდეგ საინტერესო და მნიშვნელოვან ვიდეოებს.